დილამ შვიდობის პირდაპირ სტადიონიდან გიერთდებით. მე მგონი ლიკუნა შენს დაიწყე თამაში. ფეხბურთელები დილიდან ვარჯიშობენ და მომავალში ოცნებობენ, რომ დიდ ფეხბურთში მოხვდნენ. პატარები დილიდან უკვე აქ არიან. რეალურად ყველას აინტერესებს თუ რა საკში უნდა დავიწყოთ ფეხბურთზე სიარული, პირველი რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მოხვდეთ ამ დიდ სპორტში და უფრო ცლად ამ თემაზე დილიდან ჩემთან ერთად იმყოფება დინამო არენას აკადემიის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ მუსერიძე. დილამ შვიდობის ბატონო ვლადიმერ, ყველას ძალიან აინტერესებს, რომ როგორ მიხვდეს მშობელი პირველ რიგში, რომ განსაკუთრებული ნიჭი აქვს მის შვილს ფეხბურთის და რა ასაკში უნდა დაიწყონ ვარჯიში. მოგესალმებით, დილამ შვიდობის მოგესალმებით მაყურებელს. პირველ რიგში დინამოს აკადემიაში მიღება ხდება 5-6 წლის ასაკიდან. პირველი ნაბიჯები არის ტექნიკური უნარების შესწავლა, კოორდინაციისა და ბალანსის შესწავლა და რა ვსთავარია, მეტი უფრო მხიარული სავარჯიშოები, რაც მოტივაციას აძლევს მათ ფეხბურთის თამაშის. რაც შეეხება ნიჭის სამოცნობას, ნიჭის სამოცნობა ზოგი მშობლისთვის არის ის, რომ რაც უფრო მეტი გოლი გაქვს ვარჯიშზე თამაშზე, თუმცა მარტო მაგით არ შემოიფარგლება, არსებობს კიდე სხვა თვისებები უნდა კონდეს, მაგალითისთვის აი როგორც არის ბურთის ფლობა, თავისი სხეულის ფლობა, მიმართულების ცვლას, როგორ ახერხებს ბურთთან ერთად უბურთოთ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ბევრი რამე განსაზღვრავს, კიდევ უფრო ბევრი რამე განსაზღვრავს ბავშვის ნიჭიერებას. თავარი არის, რომ შეხსენება არ უნდა ჭირდებოდეს, არ ჭირდება ნიჭის მქონე ბავშვს ფეხბურთზე წასვლის და თავისუფალ დროსაც ძალიან დიდ დროს უთმობს ფეხბურთის თამაშს. ბატონო ვლადიმერ, მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, რომელსაც თქვენ ესე ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობთ, რომ ჩაუნერგოთ ამ ბავშვებს და მისცეთ ეს შეგრძნება. აი როგორ ახერხებთ, რა არის მთავარი დანიშნულება მწვრთნელისგან, რომ ბავშვს ჰქონდეს დისციპლინა? დისციპლინა ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევისთვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუმცა დინამო თბილისის აკადემიაში დისციპლინას ჩვენ არ აღვიქვავთ ისე როგორც დასჯას, ეს არის რჩევა და პასუხისმგებლობა. პირველ რიგში ხდება ფეხბურთელისთვის გაცნობა იმ წესების, რა წესებსაც უნდა ემორჩილებოდეს დინამოს აკადემიის ფეხბურთელი, შეიძლება იყოს დროის აღთქმა, თქვა ეკიპირების ჩაცმა, ყოველ ვარჯიშზე გამოცხადება ეკიპირებით და ყველაზე ხშირად რასაც ვიყენებთ, ეს არის დინამო თბილისის აკადემიის გაზრდილი წარმატებული ფეხბურთელების მაგალითები, როგორიც არის ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი, აი დავითაშვილი, აი ამათი მაგალითები და თუ რამხელა რა დიდი როლი ითამაშა დისციპლინამ მათ წარმატების მისაღწევად, თუ როგორები იყვნენ, როდესაც ისინი ამ აკადემიაში მოღვაწეობდნენ. აი როგორია ყოველდღიურ რეჟიმში ამ ბავშვების ვარჯიშის პროცესი? რა გზას გადიან რეალურად, რომ მოხვდნენ დიდ ფეხბურთში? უშუალოდ სკოლის გუნდები ჩვენი ყოველდღიური რუტინა არის, რომ პირველ რიგში დინამოს აკადემიის ტერიტორიაზე ხდება შეკრება და მთლიანი გუნდის შემოყვანა ხდება, რომ თავიდანვე იგრძნონ ეს გუნდურობა. როდესაც ვარჯიშზე შემოდიან, უკვე მწვრთნელი აცნობს იმ მიზანს, რა სავარჯიშო მიზანიც არის იმ დღეს. ყოველკვირეულად ხდება თათბირი მწვრთნელებთან და მივყვებით ჩვენს პროგრამას, რომელმაც მწვრთნელებმა იციან წინასწარ და გეგმავენ ამის მიხედვით სავარჯიშო პროცესს. რა თქმა უნდა, მწვრთნელს უწევს ასევე როგორც დემონსტრირების შესრულება სავარჯიშო პროცესის დროს და ჩვენი მიმართულება არის ყოველთვის ფეხბურთელს მიცეს თავისუფლება და ფიქრი საშუალება სავარჯიშო პროცესში და აქედან გამომდინარე მწვრთნელი იყენებს კითხვა-პასუხის რეჟიმში არის უпроსტად სავარჯიშო პროცესში ჩართული, რომ ფეხბურთელებმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და თვითონ მიიღონ გადაწყვეტილების მიღება თვითონ შეძლონ სავარჯიშო პროცესში. რა თქმა უნდა, ამის დასრულების შემდგომ სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდგომ ხდება ისევ შეკრება, გამოკითხვა, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, რა იყო მათთვის სიახლე, რომ გააუმჯობესონ შემდგომ სავარჯიშოებში. თუმცა ფეხბურთელები უფრო დიდი ასაკიდან, განსაკუთრებით ის ფეხბურთელები, რომლებიც ცხოვრობენ დინამოს აკადემიის ბაზაზე, მათ ცოტა სხვა რუტინა აქვთ. რთული პროცესია მათთვის. უნდა კი ყოველი დილა მათი იწყება ინდივიდუალური სავარჯიშოთი, სადაც მწვრთნელი კონკრეტულ სავარჯიშოს უკეთებს კონკრეტულ პოზიციის ფეხბურთელებს, შემდგომ ხდება თავისთავად აქვე ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ საუზმე, სკოლაში წასვლა, მეცადინე რეჟიმში არიან, შემდგომ უკვე გუნდის ვარჯიში და საბოლოოდ დღის ბოლოს მათ უკვე რეპეტიტორები აკითხავენ, რადგან
უცხოენის სოდნა ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის, რომ შემდგომ უფრო გავუადვილდეთ მათ წინსვლა და პროგრესი თავის საქმიანობაში. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ, მე მინდა რომ გადავინაცვლო ბავშვებთან, სადაც მწვრთნელი გიორგი სეხნიაშვილი დილიდან ამ ბავშვებს ავარჯიშებს და აქ არ სწავლობენ მხოლოდ ფეხბურთის ტექნიკას, არამედ პასუხისმგებლობას, გუნდურობას, ასე ვთქვათ, აქვთ გამომუშავებული დისციპლინა. ბავშვებო, დილამშვიდობის. მოდი შემოვიკრიბოთ აქ თუ შეიძლება. გიორგი, მოდი ჯერ თქვენით დავიწყებ. დილიდან ამ ბავშვებს ამეცადინებთ. როგორ შეაფასებთ მომავალ თაობას? რა შანსი აქვს დიდ ფეხბურთში? პირველ რიგში მოგესალმებით. პირდაპირ ბავშვებზე რო გადავიდეთ, აი ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ძალიან განვითარებული თაობაა, იმედის მომცემი და ეჭვს არ მეპარება, რომ არანაკლებ ვარსკვლავები გაიზრდებიან მომავალში. გიორგი, არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემების და სხვა ბევრ ამას და სხვა ბევრ უნარს ავითარებს ფეხბურთი, ორი სიტყვით გითხარი? კი ბატონო, პირველ რიგში ფეხბურთი არა მარტო ფეხბურთს ასწავლის გვერდ თანაგრძნობას, გვერდში დგომას, გუნდურობას, დამოუკიდებლობას, თითოეულ ვარჯიშის შემდეგ თავდაჯერებულობა მოაქვს და ყველაფერი ეს სამომავლოდ ადამიანის ჩამოყალიბებაში და მის, ესე ვთქვათ, მენტალურ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან გაისახება. კი ბატონო. ბავშვებო, დაიწყო უკვე მსოფლიო ჩემპიონატი, მოდი ახლა მოიხარით, რა მოლოდინები გვაქვს და ვის გულს შემატკივრობთ? პორტუგალია. აბა თქვენ? აქეთ რა ხდება? პორტუგალია რა თქმა უნდა. ეხლა იცი რა მაინტერესებს? ყველაზე დიდი ოცნება რა არის, რომელიც გაქვთ? დიდი ფეხბურთი რა ვითამაშა რონალდოსთან ერთად. შენ რონალდოსთან ერთად თამაში გინდა. თქვენ რა გინდა? რონალდოზე მაგარი ვიყო. რა? რონალდოზე მაგარი ვიყო. რონალდოზე მაგარი იყო. თქვენ რა გინდა? მე თან მოვიგო სომფლიო ჩემპიონატი. შენ რაღაც მე მინდა რომ დინამოსთან ერთად მოვიგო ბევრი თასი. თქვენ გჯერათ რომ სოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მოხდება საქართველოს? არ მომხდა. რა? არ მომხდა. ხო მოხდება, ხო გვაქვს ამის მოლოდინი. როგორ? ჩვენ რო დიდ ფეხბურთს თამაშებთ, მოხდება ყველა საერთოდ ყოველ დღე. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა. მე წარმატებებს გისურვებთ ყველას თქვენს პროფესიონალურ გავითარებაში. მე კი მაყურებელს ვეთყვი, რომ აქ სულ სხვა მუხტია და თუ თქვენ შვილს მართლა ძალიან უნდა ფეხბურთის თამაში, აუცილებლად მიეცით ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც თქვენმა შვილმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს და უბრალოდ დაკავდეს თუნდაც ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყოს ბედნიერი და ასე ვთქვათ, ითამაშოს და იხალისოს. მე დაგემშვიდობებით და თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას თავის კარიერულ წელსვლაში, თქვენ კი ბედნიერი და წარმატებული დღე. ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა წიქარიშვილი გვერდებოდა ჩვენ დინამოს აკადემიის საწვრთნელი ბაზიდან, დიღმის საწვრთნელი ბაზიდან და ზოგადადაც ყველა მშობელმა უნდა იზრუნოს, რომ თავისი შვილი მაქსიმალურად გააბედნიეროს, იმიტომ რომ ბავშვობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რამის განპირობებელი მომავალ გზაზე. ნამდვილად. შემოგიყვარდა ძალიან ფორტეპიანოზე რომ არა, საერთოდ არ მეყარდა და ამიტომაც ვამბობ, რომ ყველა მშობელმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ყველა იმ ტალანტის ამოწმებას. მე გამოვდივარ იმ წერტილიდან, როდესაც ბავშვს რაც უნდა ის რომ იმით დაკავდეს და არა ის რაც მშობელს უნდა. ნამდვილად. ნუ რაღაცა მომენტებში ამართლებს, რომ თქვა მშობლის დაძალება შემდეგ ბავშვის მომავალ წარმატებას უზრუნველყოფს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გონია რომ ბავშვის ინტერესები დავიცვათ, ხო? ნამდვილად. ბავშვი იყოს მთავარი და პრიორიტეტი, ეგ არის მთავარი.